პირველი ნაბიჯები კინოში. მამაჩემი იღებდა თავის ბოლო ფილმს, ის კიდე დაბრუნდება. ეს იყო ომის პერიოდი. და ამიტომ ხალხი იყო წასული ომში, სამამულო ომში და მამაჩემ თვითონ დაყავდა დიდი საბარგო ავტომობილი, რომელზეც დიდო აპარატურა გამნათებლის და აკლდა გამნათებლები. და მე ვთხოვა, რომ დამეხმარეო. მოვწეს ფარი ფოლგით, ეხლა ასაც აღარ ხმარობენ და დავდექი და მამა ძალიან მიყვარდა, გავქვავდი და ვიდექი და მსახიობს მივანათე და მამაჩემო მითხრა, რომ შენ გაქვს პირველი პროფესია გამნათებელი. ეს იყო ჩემი პირველი პროფესია კინოში. კარგი რეჟისორის მთავარი თვისება. იყო ასეთი დიდი რეჟისორი მიხეილ რომი. და თავის სტუდენტებს კითხა, რა უნდა კონდეს თავარი რეჟისორს. ზოგმა უთხრას, რომ განათლება, ზოგმა უთხრა ნიჭი, ზოგმა უთხრა, რომ შეხედულება რაღაცები და რომმა უთხრა ზდაროვია, ჯანმრთელობა, იმიტომ რომ კინო ძალიან რთული ის არის. ჯანმრთელობა თუ არა, ვერ გადაიღებ ფილმს. ჩემი საუკეთესო ნამუშევარი. ფილმები არის როგორც შვილები. გამორჩევა მე მიჭირს. ეს მაყურებლის საქმე არის, ეს კრიტიკოსების საქმე, ეს არის ფესტივალების საქმე. ისე რომ იმათმა უნდა თქვა თავად საქმე. როცა მაკრიტიკებენ. კრიტიკა გაფიქრებს. ზოგიერთ რა თქმა უნდა კრიტიკა არის უსამართლო. ესეც ხდება ხოლმე. მაგრამ თუ კრიტიკა არის მართლა რეალური, ის გეხმარება შემდეგი ფილმის არის. რისკი ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ ფილმის გადაღება არის რისკი. იმიტომ რომ შეიძლება შეცდე მსახიობში, შეიძლება შეცდე ოპერატორში, შეიძლება შეცდე ნატურაში, მაგრამ შენ უნდა ეცადო ეს არ მოხდეს. მოვლენა, რომელმაც შემცვალა. ჩემი ტრაგედია იყო ჩემი ელენეს გარდაცვალება. მე იქამდე ვიყავი პოლიტიკაში და მის მერე მე დავალები თავი და ეხლა არასოდეს არ ჩავერე პოლიტიკაში. ცხოვრებაში მთავარია? ცხოვრებაში მთავარია სწორედ აიჩიო პროფესია. და შემდეგ ყველანაირად ეცადო, რომ ის რაც შენ გინდა, შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ იდეალურთან მიახლოებით გააკეთო. აი ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი. სიყვარული არის? სიყვარული ყველაფერი. სიყვარული არის. საერთოდ სიყვარული არის ცხოვრება. უსიყვარულოდ ცხოვრება როგორ შეიძლება? შენი ჯგუფის მიმართ, შენი მეგობრების მიმართ, შენი მშობლების მიმართ, შენი შვილების მიმართ, სხვანაირად ადამიანი ვერ იცოცხლებს. რთულ სიტუაციაში. რთულ სიტუაციაში ძალას მემაძლევს მიზანი, რომ ეს დავძლიო თუ რაღაცა არის ისეთი მნიშვნელოვანი. დრო არის? იცით რა, დროს უნდა გაუფრთხილდეთ. იმიტომ რომ ყველა ადამიანს უფლისგან მოზომილი აქვს რაღაცა დრო. და დრო ადამიანმა უნდა სიკეთე უნდა აკეთოს თავის პროფესიაში, თავის ოჯახისთვის, თავის მეგობრებისთვის, საერთოდ გავლენისთვის, გამოვლენისთვის. იცით რა არის? ხანდახან მივდივარ ქუჩაში და აი რაღაცა ხალხი ისედაც ერთმანეთს არ ესალმებიან. ძალიან მიკვირს იცით, იმიტომ რომ ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს შენ. სულ რაღაცა ზოგი 80 მიაღწევს, ზოგი 40, ზოგი 50 და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. შვიდად ვარ როცა? შვიდად გზნობ მაშინ, როდესაც მაყურებელი კარგად მიიღეს ფილმს. მაშინ რა თქმა უნდა მე არ გამოვხატავ ამას, მაგრამ შინაგნად შვიდად გზნობ. ყველაზე ხშირად ვფიქრობ. ეხლა მე ფილმს ვამთავრებ და მუდამ ვფიქრობ იმაზე, რომ რაღაცნაირად ისეთ კონდიციაში მივიყვანო, რომ მაყურებელს მოეწონოს. ჩემი ახალი ფილმი. ახლა სლად ვერ ვითხრ, მაგრამ ახალ ფილმს ქვია სავარძელი. საერთოდ ეს ფილმი არის ძალაუფლებაზე. სავარძელი სიმბოლოა იმისი, რომ საერთოდ ადამიანები ეხლა კი არა, მთელი ისტორია იბრძვიან სკამისთვის.
ეხლა რა თქმა უნდა ისეთი სამეფოს კამი არ არის, მინისტრის კამია და იქ მიდის ბრძოლა ამ სკამთან დაკავშირებით. და ჩვენი მინისტრი ბოლოს და ბოლოს მარცხდება, მაგრამ ხდება რომ არ არის მთავარი სავარძელი და ამ სავარძელს ასე სოფელი სიკით აგდებს წყალში. ვნანობ. ვნანობ, რა თქმა უნდა. ვნანობ. რაღაც შემთხვევები ქონდა, რაც გავაკეთე და ვნანობ, რა თქმა უნდა. მენატრება. მეცით რა მე ვარ 83 წლის. მამაჩემი გარდაეცვალა 42 წლის. დედაჩემი გარდაეცვალა 59 წლის. ჩემი ქალიშვილი ელენე გარდაეცვალა 21 წლის. აი ისინი მენატრებია. ჩემი ძმა თენგიზი უფროსი 7 წლის შემდგე უფროსი ისიც მენატრება. ისინი იყვნენ ჩემ ცხოვრებაში უახლოესი ამხანაგები. მე თუ ვარ ადამიანი დღეს, ეს დედაჩემის დამსახურებაა. უნდა გითხრათ რომ ძალიან ძალიან ცუდი ბიჭი ვიყავი, ძალიან ცუდად სწავლობდი. ყველაფერი აიტანა დედაჩემმა და რაღაცნაირად კაცი გამოსულიყავი. რჩევა მომავალ თაობას. რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ბედის წერა არსებობს, მე მგონი მაინც უფლისგან არის ყველასე მინიჭებული. მაგრამ იცით რა არის, უნდა დაძლიო ეს. შენი მუშაობით, შენი სიყვარულით მეგობრების მიმართ, საერთოდ ადამიანების მიმართ.